უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ დღეს თბილისის 202 უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის 202 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია გაჩიჩილაძე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სპეციალისტები, მოსწავლეები და მათი მშობლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტუმრებს გაესაუბრა, დალოცა და მათ საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნული ჯვრები საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა. ესენი არიან როგორც ანგელოზები. ესენი გვეხმარებიან, რომ უფრო კეთილები გავხდეთ, უფრო კეთილშობილები გავხდეთ, უფრო ლმობიერები გავხდეთ და ერთმანეთის მეტად გვიყვარდეთ და ამათ გულისთვის ბევრი სიკეთე გავაკეთოთ და სიყვარული ვისწავლოთ, მოწყალება ვისწავლოთ, ასე რომ ჩვენი ანგელოზები არიან ესენი. ასე რომ მე ბედნიერი ვარ დღეს თქვენი მიღებით და ამ ძვირფასი ბავშვების მიღებით. შეხვედრაზე ბავშვებმა ლექსებიც წაიკითხეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ მოხარული იქნება თუ მას ხშირად ესტუმრებიან. ბავშვები დაჰპირდნენ, რომ მომდევნო სტუმრობისას მუსიკალურ ნომრებსაც შეასრულებენ. ო ენავ ჩემო, დედაო, ენავ, შენ ჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა გვათა და კირთა, შენ ერთი შემჩი სამარის პირთან. გულის გრალით დავლოცე მტერიმს გეხილოს ძლეული, ღვთისენად ამო გემხილოს ის ფარულ ზოში მეული, აწმართლა უნდა იმეფოს ვეფხის ტყავშე მოყვართულმა, დედოფალ სიტყვა მოჰგვარეთ რომ ძეჩვას საბა ქართულმა. კოჩა. დადიდებული. შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აქ შეკრებილების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, თქვენთან ურთიერთობა და მინდა დაგლოცოთ მთელი გულით. ღვთის წყალობა, ძალა, მადლი და ძალიან ესეთი მადლიანი და ღვთისმიერი და წარმატებული ცხოვრება მინდა გისურვოთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და თქვენთან ვართ ყველანაირად, თქვენ გვერდში გვიგულეთ ასევე, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, ბავშვებო, რომ ღმერთს უყვარხართ თქვენ ყველაზე მეტად. ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის. ძალიან უყვარხართ უფალს და ძალიან ისმენს თქვენს ლოცვებს და თქვენს სიტყვებს. ამიტომ უნდა ილოცოთ თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის და ჩვენთვისაც. საპატრიარქო რეზიდენციაში შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მოსწავლისთვის დღევანდელი დღე აღნიშნეს შეხვედრის შემდგომ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღეს, ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა დღევანდელ დღეს და მადლობა მინდა გადაუხადო უფალს დღევანდელი დღისთვის და პატრიარქს, რომ გვიმასპინძლა ასე სული და გულით. სკოლაში 44 მოსწავლეა ამ ეტაპზე და მოსწავლეები არიან მცირე მხედველები, უსინათლოები, ზოგი მრავლობის დარღვევის მქონე მოსწავლე ამავდროულად და კვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ ამ მოსწავლეებთან და ეს თანამშრომლების დღეს იყვნენ საპატრიარქოში უმასპინძლა პატრიარქმა და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, ვინც დააორგანიზა ჩვენი აქ სკოლაში მოსვლა, რა თქმა უნდა მის უწმინდესობას და დიდება უფალს, რომ ეს დღე შედგა. გაგვიჭირდება ალბათ სიტყვებით ამ ემოციის გადმოცემა, იმიტომ რომ ალბათ უბედნიერესი დღე იყო ჩვენთვის. ძალიან გვინდოდა პატრიარქთან შეხვედრა, მისი და ლოცვა კურთხევის მიღება და უბედნიერესები ვართ. დღევანდელ დღეზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი იყო, ძალიან ბედნიერება იყო, იმიტომ რომ ჯვრები გვაჩუქა, დაგულოცა კიდევაც, მადლობა მას ამისთვის. ძალიან გამიჭირდება ამ გრძნობის ახსნა, იმიტომ რომ მართლა უბედნიერესი ვარ და მადლიერი ვარ უფლის და ჩვენი სკოლის რომ დღეს მე აქ მოვედი და უწმინდეს შევხვდი. ძალიან სასიამოვნო დღე იყო და ნათანათან რაც ახლოვდებოდა, ანუ უფრო ნერვიულობდი. მე მადლობა მინდა გადავხადო მას. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი აქ ყოფნით, ჩემ მეგობრებთან ერთად
ასევე უწმინდესთან შეხვედრა იყო ძალიან ამაღლებელი და ასევე მადლიერი ვარ, იმიტომ რომ უწმინდესმა ჩვენ დავგულმოწა. დღეს ძალიან კარგი დღე იყო ჩემთვის, ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ მოვედი და მადლობა სკოლას რომ აქ მოვედი, იმიტომ რომ ძალიან გამეხარდა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო და ბედნიერი დღე იყო, რაც წელს მქონია. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრის დაარსების 68 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული და უცხოური ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის შედეგები, ასევე ახალი კვლევები შუა საუკუნეების ისტორიის, საეკლესიო ლიტერატურის, ემიგრაციის ისტორიისა და ხელნაწერთა დაცვის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ღონისძიებაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. იოანე ნათლისმცემლის ერთი საკითხავის ბერძნული დედანი და ქართული თარგმანი. ორი საბუთი ქეთევან დედოფლის შესახებ. შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე როგორც ემიგრანტთა კულტურულ-ინტელექტუალური ხიდი სამშობლოსთან. სვანეთის მუზეუმში დაცული მე-13 საუკუნის 10-იანი წლებით დათარიღებული 4 თავის ტყავის ტვიფრული ყდის ფრაგმენტები. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია 30 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. 68 წლის წინ დაარსდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეს ცენტრი არის არა მხოლოდ უძვირფასესი ჩვენი მემკვიდრეობის ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი, არამედ დღევანდელ დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველოლოგიის სფეროში. ილია აბულაძის მიერ დაარსებული ცენტრი აქტიურად მოღვაწეობდა ელენე მეტრეველის ხელმძღვანელობით და დღესაც, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო მუშაობა. ყოველ წელს ტარდება ამ თარიღზე, ანუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების თარიღზე, ინსტიტუტის შიდა კონფერენცია, სადაც ცენტრის ყველა განყოფილების თანამშრომელს აქვს საშუალება წარმოადგინოს თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა, წარმოგვიდგინოს დასკვნები თავიანთი სამეცნიერო მუშაობის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვიჩვენებს, რომ ცენტრი აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფლობს როგორც ქართული, ასევე არაქართული კულტურული მემკვიდრეობის უმდიდრეს კოლექციას და ეს კოლექცია მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები იქნება, რომ არა სამეცნიერო კვლევა. თუ არ შევისწავლით ამ ხელნაწერებს და შესაბამისად ამისი პრეზენტაცია არ მოხდება, ამ სამეცნიერო კვლევების გაგრძელება, ეს ჩვენი უმდიდრესი კოლექცია დარჩება აუმეტყველებელი. ჩვენი მეცნიერების მოვალეობა არის, რომ ეს ძველი ხელნაწერები ავამეტყველოთ და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანოთ ის უამრავი წყარო, რომელიც არსებობს ჩვენ საცავებში და რომელიც ჯერ კიდევ უცნობი არის როგორც სამეცნიერო, ისე ფართო საზოგადოებისთვის. პირადად ჩემი მოხსენება ეხება ქეთევან დედოფალს. ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა მაქვს ჩატარებული და აი ამჯერად აღმოვაჩინე ორი უცნობი საბუთი ქეთევან დედოფლის შესახებ და დღევანდელ მოხსენებაში სწორედ ამაზე ვისაუბრებ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 68 წლის იუბილეს. მოხარული ვარ, რომ მეც ამ ცენტრის თანამშრომელი ვარ და ვითვლები იმ დიდი ტრადიციის გამგრძელებლად, რომელიც ხელნაწერთა ცენტრში აგერ უკვე 68 წელი არსებობს. მეც მქონდა მოხსენება, რომელიც შეეხება მცირე წინასწარმეტყველთა საკითხავების ლექციონარულ რეცენზიას და ყველა თანამშრომელს ვილოცავ ამ დღეს.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საანგარიშო კონცერტისთვის ემზადება. ამ დროისთვის რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. შემაჯამებელ საღამოზე 2025-2026 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სალოტბარო ხელოვნების საგნის ფარგლებში მომზადებულ ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს წარმოადგენენ. ღონისძიებაში გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორთა განმარტებით კონცერტზე საგალობლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შესრულდება. შემაჯამებელი ღონისძიება ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში 4 ივლისს გაიმართება. კონცერტი 18 საათზე დაიწყება. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ემზადება შემაჯამებელი ღონისძიებისთვის. მზადების პროცესში ჩართულია უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტი. ჩვენ ახლა უკვე ბოლო აკორდებს გავდივართ, შეიძლება ასე ითქვას. მომზადებული გვაქვს პროგრამა, აქედან შეირჩევა კიდევ რამდენიმე სიმღერა და ის შესრულდება სოლო კონცერტზე. მემზადებით საანგარიშო კონცერტისთვის. ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოლოდინები გვაქვს. გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კუთხის სიმღერას. მონაწილეობ როგორც გოგონათა გუნდიდან, ასევე მონაწილეობას ღებულობს სალოტბარო ნიმუშებში. მსმენელს ელოდება მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა.